უბრალოდ შეხედეთ დახრას, რა ციცაბოზე გვიწევს ასვლა. ჭაუხის უღელტეხილი 3344 მეტრი. ჭაუხების ფონზე გამოვჩდეთ. აუ შეჭამე უკვე? აგელოდებიო და. ცოტა თაუბრუნე ხვეოდა. გულის შეგრძნება მქონდა. არა მარტო ყოფილიყო, მაგრამ კიდევ წავიკეცი. ძალიან სიცარიელეა გზებზე. თქობა რომ დილით ადრე წამოვედი. ერთი მანქანა მოძრაობს ჩემთან ერთად ხვალოთ. Უდაურში ვართ ახლა, ცოტა ხანი შევისვენეთ, გავჩერდით და გავაგზავნეთ პირდაპირ ჯუთასკენ გზას. ამის მერე აღარ გავჩერდებით წესით. ჯერჯერობით ისეთი სასიამოვნო ამინდია, მაგრამ დღეს ძალიან წვიმა არის გამოცხადებული. ნახოთ, მოგეთ ჭაუხებზე სერიოზული კადრები გველოდება დიდი ალბათობით. იმედია, მშვიდობითავად და კაი კადრებსაც შემოგთავაზეთ. თავად მაქსიმალურად ვეცდები, რომ კაი კადრები გადავიღო ჭაუხზე. რის საშუალებასაც მომცემს. მოკლედ, დავიწყეთ უკვე ჩვენი გზა. სამწუხაროდ მეწყერული მონაკვეთია აქ და რეალურად ჯუთაში სანამ ჩავედით, მანამდე მოგვიწია უკვე სალაშქრო ბილიკის დაწყება რა. საკმაოდ ბევრი მანქანაა, ბევრი ტური არის, მაგრამ ეს ტურები არის ჯუთაში. ანუ ჭაუხებამდე და აბუდელაურის ტბებამდე არ მოდიან ესენი. ეხლა გამოჩნდება ის მეწყერული ზონა. აი იქით ხარეს. ნუ მანქანის გადავლა შესაძლებელია, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ შეიძლებაო იქით რომ გადახვიდეთო. ჩაიშალოს მერე მიწა და მეორე დღეს ფიზიკურად არ შენა მოუწიოს მანქანას იქით რა შესაბამისად. არ ღირდა ეხლა გარისკვა. კი რისკავენ იქით ეხლა აი რაღაც მანქანები არის, მაგრამ 2.5 კილომეტრი დავიმატოთ ზემოდან თქვათ და უფრო მშვიდად ვიაროთ რა. იმიტომ რომ ხვალსაღამოს უკვე თბილისში უნდა დავუბრუნდეთ ყველა შემთხვევაში. ისე რომ ეტაპობრივად გაჩვენებთ ხოლმე მოკლედ ჩვენი გზის მონაკვეთებს. ხო, ამით რაც შეეხება წვიმდა, ეხლა გაჩერდა. ზოგადად აქეთ აბუდელაურის მხარეს ძალიან არეული ამინდებია. დიდი ალბათობით იქნება მონაკვეთები, როცა ხშირი წვიმა იქნება, შეიძლება სეტყვაც იყოს. რაღაც მონაკვეთებში ალბათ გაჩერდება კიდევ წვიმა რა, ვიმედოვნებთ ყოველ შემთხვევაში რა. არც ხელა გრილა საკმაოდ. ნუ ჯერჯერობით სასიამოვნოა მოკლედ სიარული. ნახოთ, დაგიბრუნდებით დანარჩენ ნაწილში. პირველი აღმართი ამოვიარეთ ზეთა. გამოვცდით და ეხლა მივემართებით ჭაუხებისკენ. ძალიან ცუდი ამბავი შემემთხვა. DJI Osmo-ზე დავკარგეთ ტრეკინგ მოდული და 2 კილომეტრის ზედმეტად დამატება მომიწია მაგის გამო. უკან გავბრუნდი, ჩავედი ისევ დაბლა, დაახლოებით 200 მეტრი ელევაცია. იმის გამო რომ მეპოვა, ანუ იმედი მქონდა რომ მანქანი და როდესაც გადმოვედი, მაშინ დამივარდა რა ეს. და რა ვიცი, მაინც გავრისკე, ჩავედი, დავბრუნდი, რომ იმის იმედად რომ მეპოვა, მაგრამ სამწუხაროდ დავკარგე. მაგრამ არა უჭერს, ნუ მიკროფონი გვაქვს და Bluetooth-ის დახმარებით მაინც იმედია ხმა ნორმალურად ისმის. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში. ეხლა გაჩვენებთ ჭაუხებს, რომელიც თვალწამტაცია და ნისლში არის გახვეული. მივემართებით ჭაუხებისკენ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ადამიანია ეხლა აქ. მაგრამ ნუ ძირითადი მიემართება ჯუთას ტბის მიმართულებით, ჭაუხებამდე არც მივლენ. ნუ ჩვენ როგორც გითხარით, ვაპირებთ, რომ ჭაუხის უღელტეხილი გადავიაროთ. აი ეს ნაწილი, რომელიც წინ მოჩანს და ნისლში არის გახვეული, ეს იქნება დაახლოებით 3350 მეტრი ზღვის დონიდან და მე უკვე დავიშვებით აბუდელაურის ტბებზე. ეგ არის ჩვენი გეგმა. ვაგრძელებთ გზას. ახეთ უბრალოდ რა სილამაზეა. საბედნიეროდ აქამდე რაც ვიარეთ, ძალიან ცოტა ხანი წვიმდა და მალევე გადაიღო. ეხლა რა ვიცი, საკმაოდ ისეთი ამინდია რა. ძალიან არცხელა, ზე არ გვაჭერს. აი ხა ესე უნდა ავიდეთ, ესე, შემდეგ მარცხნიდან უნდა შემოვუაროთ და გადავეშვათ ჭაუხის უღელტეხილზე. ამჟამად ვიმყოფებით დაახლოებით 2400 მეტრზე ზღვის დონიდან. და სადღაც 900 მეტრი სიმაღლეში კიდევ უნდა ავიაროთ. რაც უფრო უახლოვდებით, უფრო დიადი ჩდება ჩვენი ჭაუხი. სასწაული ხედია რა. ეს მზის სხივები ისეთი კარგად არტყავს ზემოდან, რომ ძალიან კარგად გამოიყურება.
ამამდე შანსი არ არის. სალამაზი კლდეებია. დაახლოებით ნახევარი გამოვიარეთ. ეხლა ჩავხედავ. ზღვის დონიდან ვიმყოფები 2600 მეტრზე და გავლილი მაქვს 6 კილომეტრი და 270 მეტრი. ნუ რაც ფაქტობრივად არის ნახევარი მარშრუტის, რომელზეც ახლა ჩვენ გავდივართ. ერთი მთავარი აღმართი ახლა უღელტეხილამდე ამოვიარეთ და იქ უკვე ნელ-ნელა აი ამ გრუნტიანზე მალე უკვე დაიწყება სახის გამძრობი აღმართი, რომელიც პირდაპირ აი იქ ჭაუხებისკენ აი იქ მაღლა აგვყვანს. მე გადავივლით უღელტეხილს, ეს არის მთავარი და ყველაზე რთული მონაკვეთი რეალურად ამ ლაშქრობის. და როგორც კი მაგ უღელტეხილს გადავივლით, დავეშვებით უკვე ლურჯი აბუდელაურის ტბისკენ, სადაც ბანაკს მოვაწყოთ, ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადავიღებთ და გაჩვენებთ. და ჯერჯერობით სასიამოვნოა ეს ლაშქრობა, მაგრამ აი ეს ბოლო მონაკვეთი ნისლში რო არის გახვეული, ცალსახად იქნება საშიშიც და იქნება ძალიან დამღლელი, მაგრამ როგორც სიტყვიან კენწეროში გატკბილდებისო და გვაქვს იმედი, რომ ბოლოში კარგად დავისვენებთ და კაი ხედებით დავტკბებით. მოკლედ გადმოვედით უკვე ყინულიან გზაზე, რაც ნიშნავს, რომ უღელტეხილთან უფრო და უფრო ახლოს ვიმყოფებით. აი მგონი ამ მონაკვეთში ყველაზე უკეთესად გამოჩნდა ჭაუხების ბრწყინვალება, ძალიან ლამაზია. თან ცოტა ნისლი ამ კონკრეტულ მონაკვეთში შედარებით ნაკლებია და უკეთესია ხილვადობა. შთამბეჭდავია მართლა ეს ადგილი. ეხლა მოვადექით ჩანჩქერს. ასეთი ხედები გვაქვს. ძალიან მოგშვიდა და იძულებულები გავხდით ჭაუხის უღელტეხილამდე მოგვემზადებინა ერთჯერადი სუპერი. დავარ. რატო მოგშვიდა ისიც აკიდა, რატო გავესავთო? ანახე. აჰა, იმის გამო რომ ამან დაკარგა თავისი რაღაცა მე ჩაბრუნდა უკან ვალდოდინა ამასობაში ჩვენ ყავაც დავდიეთ კაფეში მე სანამ ამოვიდა და ახლა გავთ აი ასეთ ხელზე უბედურება იცი რა იქნება? სახში რო დავბრუნდებით, ყველაზე მეტი მანძილი მე მექნება გავივლადავ. აუ შენ შეჭამე უკვე? აი დაგელოდებიო და შენობა ზოგი ნარკუშა რო ყავს და ხო ეს ყველა მიაწოდებენ თამაკა აი ესეთი მიმართულებით უნდა წავიდეთ. ნახე, ვაფშე აღარ ჩანს. არა და 2 წუთის წინ კარგად ჩანდა ყველაფერი. აქ არის ჩვენი დიადი ჭაუხი. აი ასეთი სიტუაცია დაგვხდა ჩვენს ჭაუხის უღელტეხილზე. ნახეთ. მთლიანად თოვლი, უბრალოდ თოვლი არ არის, ჩამომდინარე წყალი არის გაყინული. და ნუ პლუს რა თქმა უნდა თოვლი, იმიტომ რომ ეს ბოლო კვირები იყო თოვლი ჭაუხის უღელტეხილზე. შესაბამისად, რა ვიცი, ჯერჯერობით საკმაოდ რთულია, ავდივართ. მაგრამ აი იქ მაღლა რა დაგვხდება. ეგ ნამდვილად არ ვიცით რა. ნახოთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ავალთ, მაგრამ თუ ვერ ავედით, ხო, მოდი ჯერჯერობით არ განვიხილოთ თუ ვერ ავედით. ეგ იყოს გეგმა B. გეგმას მივუყვებით მოკლედ და ავდივართ თოვლში. საკმაოდ ბევრი ამოვიარეთ, უკვე 2900 მეტრზე ვართ ახლა ზღვის დონიდან. უღელტეხილის უმაღლესი წერტილი რაც უნდა გადავიაროთ არის 3000. საკმაოდ ბევრი დაგვჭა. აი ესეთი სიმაღლე. კამერაში არ ჩანს, მაგრამ არის უზომოდ ციცაბო რა. აი ახლა რაზეც ვთქავარ, ამაზე ორჯერ ციცაბოა მგონი. უბრალოდ შეხედეთ დახრას, რა ციცაბოზე გვიწევს ასვლა. ამასთან ერთად არის წვრილი ქვები. მიწა არის სველი. ნუ აქეთ თავისთავად ყინული და თოვლი. და უბედურება ყველაფერი. არა ისეთ ენერგიაზე ვარ მოსული, რომ არ ვიცი რამ გამოიწვია, მაგრამ რაც უფრო სიმაღლე ავკრიფე, უფრო და უფრო მეტი мотиваცია მომეცა და მეტი ენერგია. ძალიან ცოტა გადარჩა რეალურად. აი აქ, რასაც ხედავთ ახლა ავალ, შემდეგ მარჯვნივ, მარცხნივ ბოდიში, მარცხნივ გადავუხვევ და თითქმის უღელტეხილზე ვართ რა.
ორი დღის წინ ამ მარშრუტზე ვნერვიულობდი და არაფერი არ ჩანს. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ავალ. Так. კიდე გაგწროა. ო. აი რომ გონია რომ ბოლოში ხარ უკვე და თითქოს ყველაფერი ახლიდან დაიწყო. ამას შეხედეთ უბრალოდ. დახრას. 3300 მეტრზე ვართ უკვე. და დაგვრჩა რეალურად ძალიან მცირე. ახლა აქავალთ. და მე ერთი პატარა აღმართიღა და გადავივლით უკვე. მართლა არ მჯერა რომ ამოვახციეთ როგორც იქნა. ესეც ჭაუხის უღელტეხილი 3354 მეტრი. ძალიან მაგარი გრძნობა. ეხლა ვეშობით აუდელაურის ტბებზე. It was at this moment that he knew. He fucked up. საათი შევუდგავდი. ცოტა. მე შემოიტანა ამბიდან ხარ ხარ. ძალიან ციო კარავში. ეხლა ვისკის დავლეთ და გავთვებით. ეხლა არის დილის 6 საათი და გავიღვიძეთ პირდაპირ ჭაუხის ძირში. შეკიდე არა. ეს შეგიძლიათ სიტყვის. ამა ყავები მომეცდა, ხოდა წყალი გავა. ეს ორი ცალი და ერთი ცალი. წყალი ადუღდა უკვე და ეხლა ყავას მომამზადებ. ხა? ორი. ნარალი რო ხარ ოჯახისთვის. მაგას და წყალი უნდა. შენ არ მოიყიდე. მე ვიყიდე წესით დაბნოში რა. წუხელს ავარაუდოთ იქნებოდა -1, -2 ალბათ, იმიტომ რომ თელი ღამე ძალიან ციოდა. ხო არ მოუყვები გუშინდა შენ ამბავს. და გუშინდა შენ ამბავს, მოუყვები შენ. დაინტერესებს. რატო პირველ წყაროსთან უფრო საინტერესო იქნება ემოციები არა? არა, ჯერ შენ მოყვები და მე მოყვები. როგორ გამოიყურება ეს აკლიმატიზაცია? აკლიმატიზაცია. მოკლედ გუშინდელი გეგმა საკმაოდ ცუდად წარიმართა. ნუ ცუდად როგორ შეიძლება კარგადაც წარიმართა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც მაყოფილები ვართ. მაგრამ გეგმა რაც ქონდა რომ აბუდელაურის ტბაზე უნდა მივსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ორი მიზეზით. ნუ ერთი მთავარი მიზეზით, რომ იმდენად დიდი თოვლი დახვდა ჭაუხის უღელტეხილზე, რომ ფიზიკურად ბილიქს ვეღარ მივაგენით. შანსი არ იყო, რომ იქ ჩავსულიყავით, რა ძალიან დიდი თოვლი იყო. ნუ თავისთავად ესეთ ციცაბაზე მასეთ თოვლში ვერ ჩავიდოდით. მეორე მიზეზი ასევე იყო, რომ აკლიმატიზაციის პრობლემა შეექმნა ჩვენს გიორგის. რატო იყო მთავარი მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი იყო ეგეც. ცოტა თაბრუნე ხვეოდა, გულის რევის შეგრძნება მქონდა. არა მარტო გზა რა შეგრძნება, ყოფილიყო? არა მარტო ხო, მე ამ ხო და დაიცი ჯერ მივალ იქამდეც. გზა რა ყოფილიყო, ჩავიდოდ, მე ჩამოვიდოდ. და საშინელი ქარი იყო კიდე. ქარი საშინელი. თორნიკე დამეთანხმება, რომ ალბათ 60 კმ/სთ სიჩქარით იქნებოდა ქარი. სანამ ავიდოდით, მანამდე კი იძახდა, შანსი არ არისო, ქარი არ იქნება იქო, მაგრამ დაგხვდა, შეიძლება უფრო მეტიც. აი ეს იძახდა სამაგიეროდ. და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ფიზიკურად ტელეფონის ამოღებაც ვერ მოვახერხე. ისეთი საშინელი ამინდი იყო და ისეთი ღრმა თოვლი. და სამწუხაროდ უკვე ჭაუხის ზედა კადრები, გარდა იმისა, რომ უღელტეხილზე ავედით და ის მონაკვეთი გადავიღე, მაგის შემდეგ უკვე ჩასვლას როცა ვცდილობდით, ფიზიკურად ვეღარ მოვახერხე, რომ გადამეღო. გუშინ აქ იყო მხოლოდ ბალახი. და დღეს უკვე შეყინული ბალახი გვაქვს მცირე თოვლით. აუ, იქ უნდა ჩაგვეწერა ვიდეო რა. ხო ბარგდებით უკვე. კარავს ვშლით.
ჯანთები ჩავალაგეთ თითქმის და ნელ-ნელა დავეშვებით ისევ ჯუთასკენ. შუალედში ჩაგერთვებით კიდე, იმიტომ რომ ჯაჭამავე არ მოვასწარეთ. ზე როგორც იქნა ამოვიდა და ცოტა დავკთბა, თორე ძალიან გწიოდა მანამდე. ვეშვებით უკვე უყურეთ ჯუთასკენ. ჭაუხების ხედი უკან. დაახლოებით ამ მონაკვეთიდან უკვე იწყება სასიამოვნო, ასე ვთქვათ, სასეირნო ბილიკი რა. სირთულეები ჩამოვიშორეთ. თოვლი უკვე ბილიკზე აღარ არის, ნუ გარშემო კი გვხდება ეხა ესე. ზოგიერთ ადგილას, მაგრამ ავარი სირთულე წარსულს ჩაბარდა რა. ეხა მივდივართ პირველ ალპინისტურ საბანაკემდე, მეორე საბანაკეს უკვე ჩავწდით. და რაღა დაგიმაროთ და ცოტა მოგშვიდა კიდეც უკვე. აი გუშინდელი შეყინული. ეხა მზე რო გამოვიდა დნება უკვე. და ცოტა ტალახი იქნება. მაგრამ არა უჭირს. ბალახზე დავდივართ და პრობლემა არ გვექნება. ხო, პრინციპში რა კი, ჩვენი ლაშქრობის თურმა ნაწილმა ჩაიარა. შემიძლია 2-ოდე სიტყვით გითხრათ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ ჯუთა ჭაუხების ბილიკს. პირველი ნაწილი ჯუთადან ჭაუხების, მოდი ასე ვთქვათ, ჯუთადან პირველ საბანაკემდე არის უმარტივესი, ანუ მართლა სასეირნო ბილიკი არა. ისე რომ ნებისმიერ დამწყებს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, ძალიან ესიამოვნება. თან თვალწარმტაცი ხედებია, განსაკუთრებით ბილიკიდან დაახლოებით 9 საათში ან მაქსიმუმ 1 საათში გააჩნია როგორ ივლით, გამოჩნდება ჭაუხების ხედი, რომელიც უკვე ყველანაირ მოტივაციას აგიმაღლებთ რა, როგორც კი დაინახო. მე პირველი საბანაკიდან რამდენიმე მდინარის გადაკვეთა გიწევთ, რის კადრებიც უკვე ნახეთ და მეორე საბანაკემდე სანამ ახვალთ რეალურად უკვე რთულდება ცოტა ბილიკი. ბევრი აღმართები იწყება, ასე რომ ვთქვათ. აი მეორე საბანაკის შემდეგ უკვე იწყება სახის გამძრობი აღმართი. ესეთ ციცაბო აღმართზე მე პირადად ჯერ არ ყოფილვარ და ყველაფერს ისართულებდა, რომ იყო ძალიან ღრმა თოვლი, როგორც უკვე აღვნიშნე. შესაბამისად, არ ვიცი, ზოგადად კი იძახიან, რომ ჯუთა ჭაუხები აბუდელაურის სეზონი ივნისიდან უკვე იხსნება, მაგრამ არ გირჩევდით ივნისის პერიოდში წამოსვლას. განსაკუთრებით წელს ვიცით, როგორი არეული ამინდებია, ხშირი წვიმები, სიცივე და მოკლედ ძალიან რთული სიტუაცია დაგვხვდა რა. რაზეც ნაწილობრივ ინფორმაცია გქონდა, მაგრამ მაინც გავვრისკეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გქონდა, რომ წამოსულიყავით ჯუთადან ჭაუხების გავლით და არა როშკას მხრიდან, იმიტომ რომ როშკა შედარებით მარტივია რა. შესაბამისად, ესე გამოვიდა. აბუდელაურამდე ვერ ჩავახციეთ, იმიტომ რომ თოვლის გამო ფიზიკურად ბილიკი არ ჩანდა, GPS-იც კი ვერ დაგვეხმარა, ანუ GPS-ზე სადაც ჩანდა ბილიკი, უბრალოდ იყო ჩვეულებრივი ხრამი და ჩასავარდნი რა. და აქ ორი მოლაშქრე შეხვდა გზაში და იმათაც იგივე გითხრეს, რომ ბოლო 2 კვირაში 2-ჯერ ვიყავითო და 2-ვეჯერ ფიზიკურად ბილიკი ვერ შევამჩნიეთო. ამიტომ, უმჯობესია ალბათ ივლისის ნახევრის შემდეგ, აგვისტოში უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში ივნისში თუ გინდათ აბუდელაურის ტბების ნახვა, ჯობია როშკას მარშრუტი არჩიოთ, რომელიც ძალიან მარტივია, მაგრამ ტბებს ნახავთ რა, ეგ პლუსი დარჩება. ეხლა ამ ადგილას გვიწევს კიდევ ერთი მდინარის გადაკვეთა და შემდეგ იქნება მინიმუმ 2 ესეთი ადგილი კიდევ. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის გასათვალისწინებელი, ვინც აპირებს ჭაუხის უღელტეხილის გადალახვას, ასვლას. ან თუნდაც უღელტეხილამდე არ მისვლას, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ სალაშქრო ჯოხები. ანუ ჩათვალეთ, რომ სალაშქრო ჯოხების გარეშე სანამ თოვლამდე მიხვათ მოგიწევთ ხოხვა და თოვლის ნაწილში უბრალოდ ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ რა. შესაბამისად, სალაშქრო ჯოხები ამ მარშრუტზე არის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი. აი ჩამოვდივართ უკვე პირველ საბანაკესთან. ეს ალპინისტური საბანაკეა, როგორც ვიცი. საკმაოდ ბევრი ხალხია. აქ მოიპოვება წყალიც, სასმელი წყალი. ხო, ამ ნაწილში უკვე დაცხა საკმაოდ და ტანსაცმელით შევითხერეთ, რა თქმა უნდა. ზედა მხარეს თბილად გვეცვა, იმიტომ რომ ძალიან ციოდა იქ. კაია, ძალიან სასიამოვნო ბილიკია აქ თუ. წინ გვაქვს ესეთი ლამაზი ლოდებიც. აბუდელაურის ტბები ვერ ვნახეთ, მაგრამ ჯუთას ტბა მაინც მოვინახულთ.
ნუ ხო, ზემოდან კი გადმოვხედეთ აბუდელაურის ტბას, მაგრამ საკმაოდ ლამაზია ჯუთას ტბაც. თან ესეთი ფონი ახლავს თან ულამაზესი ჭაუხების. მაგრამ აბუდელაურის ტბებზე აუცილებლად წამოვართ, პირობას ვდებ. ვაპირებდით ჭამას, მაგრამ გადავიფიქრეთ. რაღაცნაირად არ გვშია, არ ვიცი რატომა. ვიფიქრეთ, რომ თბილისისკენ რო გამოვემართებით ბარენფასანაურში დავაგემოვნოთ ხინკალი. ერთჯერაც სუპებზე უკეთესი ნამდვილად იქნება. ამიტომ თავს შევიკავებთ და ბარენფასანაურში შევჭამთ. როგორც ჩანს ძალიან დაბალი წყალია ჯუთას ტბაზე. ნუ გულისხმობ ფსკერი საკმაოდ მაღლა. იმიტომ რომ აი თუ დააკვირდებით ზემოდანვე მარტივად ჩანს ფსკერის მონაკვეთი. საკმაოდ ცოტა დაგვრჩა იქამდე მისასვლელი. ჭაუხების ფონზე გამოვჩდეთ. ჭაუხები რატო ქვიან ეტა ჩვენ სამულამაზეს კლდეებს. ჭაუხი, ჭაუხები. ქართულ დოლომიტებს ეძახიან სხვათა შორის, იმიტომ რომ ვიზუალურად ძალიან გავს ერთმანეთს და ალბათ შეგრძნებებიც იგივე იქნება. აბუდელაურის თეთრ ტბაში უკანასკნელი დევი ჩავარდა, გაექცა ლახვარს, რომელიც მისდევდა და მერე ისიც ჩახვა. და სანამ ცხარი არ დაჰკლეს, იქამდე ვერ ამოვიდა ეს ლახვარი. აბუდელაურის თეთრ ტბაზეა ხო ეგ? საინტერესოა. და გაწითლებული იყო ისმის გამდევი. ხო, ხევსურეთში უყვართ ესეთი ლეგენდები, დევებზე და მითიურ არსებებზე.